1-2 მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო 35 სკოლის საფეხბურთო სტადიონიდან ვიწყებთ პირდაპირ რეპორტაჟს. რამდენიმე წამში დაიწყება 2012 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის აფხაზეთის ჩემპიონ ლიგის A ჯგუფი მეშვიდე ტურის დაპირისპირება. ინტერი თბილისი, გრანდი თეთრი თბილისი. გაგაცნობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობას. ინტერი, მეკარე, ჭავჭანიძე ანდრია, შემდეგ ნომერი პირველი ეს მეკარე, რა თქმა უნდა, ნომერი 6 კანკავა ალექსანდრე, მარჯვენა მცველი, ნომერი 77 რეტკოვი სტიოპა, ცენტრალური მცველი, ნომერი 4 ალავერდაშვილი გიორგი, ცენტრალური მცველი, ნომერი 5 მაჭარაშვილი დავითი, მარცხენა მცველი, ნომერი 20 შოთაძე ივანე, ცენტრალური ნახევარმცველი, ნომერი 11 ხორგუაშვილი ლუკა, ცენტრალური ნახევარმცველი, ნომერი 66 ყურაშვილი ლუკა, ნახევარმცველი, ნომერი 10 გუნდის კაპიტანი ბახტურიძე ირაკლი, მარცხენა შემტევი, ნომერი 14 ლოლაშვილი ნიკოლოზი, მარჯვენა შემტევი და ნომერი 7 იმანალიევი გაჯი ფორვარდი. სათადარიკოთა შორის ხედან ნომერი 16 ტურუნაშვილი აკაკი, მარჯვენა შემტევი, ნომერი 15 ხარაზიშვილი გაგა, მარცხენა შემტევი, ნომერი 9 ჩხეტიანი ანდრია, ფორვარდი, ნომერი 3 ტყეშელაშვილი ალექსანდრე, მარჯვენა მცველი და ნომერი 19 ხუტაშვილი საბა, ცენტრალური ნახევარმცველი. მთავარი მცველი დავით ჩხეტია. გრანდი თეთრი თბილისი კარს იცავს ნომერი 99 ძინძიბაძე დემეტრე, შემდეგ ნომერი 24 ყაველაშვილი რეზი, ნომერი 11 შვილდაძე ილია, ნომერი 8 ნასხიდაშვილი გუჯა, გუნდის კაპიტანი, ნომერი 11 სიხარულია ვახო, ნომერი 27 როინიშვილი როინი, ნომერი 4 ზაკალაშვილი ნიკოლოზი, ნომერი 19 მამეიანი ლუკა, ნომერი 11 იურჩენკო ტიმური და ნომერი 17 მეზურიშვილი სანდრო. სათადარიკოთა შორის იმყოფებიან ნომერი 3 კაკული ანდრია, ნომერი 2 არუთინიანი დავითი, ნომერი 25 ფიფია ანდრია, ნომერი 10 ხოროვა გიკი, ნომერი 66 ხვადაგიანი ანდრია და ნომერი 1 მეკარე გაგლიძე სანდრო. მთავარი მცველი ჭანია ირაკლი. დიახ, თქვენ როგორც ხედავთ, ახლახან აიღო თამაშმა სტარტი. მთავარი მსაჯი გელხაური გიორგი, მას ეხმარებიან პირველი ასისტენტი გურამ გულიკაშვილი და მეორე ასისტენტი ელდარ მედინსკი. კი ბატონო, აი. პაუზა შეხვედრაში, ვიმყოფებით საბურთალოზე, ცნობილ 35 საფეხბურთო სკოლის განახლებულ მოედანზე, აი თქვენ ხედავთ ჩვენიერ ახლად გაკეთებულ სტადიონს. განახლდა, როგორც გითხარით, ეს სტადიონი ძალიან კარგად გამოიყურება, თბილისის 35 სკოლის სტადიონი. დიახ, აი. ყვითელ ფორმაში თამაშობს მაისურებში ინტერი, შავი ტრუსები აცვიათ ამ გუნდის ფეხბურთელებს თბილისურ ინტერს და მოწინააღმდეგე კი ცისფერ მაისურებში გახლავან და ლურჯი ტრუსები აცვიათ. განახლდა მატჩი. ბურთმა დატოვა აქეთ მოედნის ფარგლები, აუტიდან ბურთი შეიტანეს თამაში გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა. გრძელდება შეხვედრა. მე-20 ნომერი რა კარგად თამაშობს, რა კარგად მანევრირებს იქ ინტერის ფეხბურთელი. გრძელდება ბრძოლა, შოთაძე ივანე, ცენტრალური ნახევარმცველი. დაკარგეს ყვითლებმა ბურთი. აქეთ ჩემთან ახლოს გრძელდება შეხვედრა, გადაკვეთეს მოედნის ცენტრი. გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა კარგი აჩქარება, კარგი სისრაფე და ერთ-ერთზე იქ ეთამაშება ინტერის ფეხბურთელი ნომერი 4 და შეტევის კიდევ ერთი ფაზა გრანდი თეთრის შესრულებით. დიახ, ზედ მოედნის ხაზზე მიმდინარეობს იქ ორთაბრძოლა, მაგრამ ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთი თამაში შეიტანეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი. კონტრიერისზე იყვნენ ჩხეტია შეგირდები, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტი. სწრაფად შეიტანეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა აუტიდან თამაში, მოედნის ცენტრი გადალახეს ინტერის ფეხბურთელებმა. ყურაშვილი კარგი გაგრძელება, შევიდნენ ბატონი, შეიძლება დარტყმა. არის თამაშის სტარტზევე გაიხსნა შეხვედრაში ანგარიში. გატანილი გოლის ავტორი ლუკა ყურაშვილი. ნახევარმცველი ძალიან შინაარსიანი, ჭკვიანი და სასარგებლო ფეხბურთელი თბილისის ინტერის.
დიახ 1-0 დაწინაურდა შეხვედრაში თბილისის ინტერი ბურთს თამაში შეიტანენ მოედნის ცენტრიდან გრანდი თეთრის ფეხბურთელები შეიტანეს ბურთი თამაში თუმცა უმისამართო გადაცემა და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთს შეიტანენ ყვითლები პირველ ბურთზე რა კარგია ინტერი და იქ ბრძოლა მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთისთვის კი ბატონო 10 ნომერი მარცხენა ფრთა დაიტვირთ ამ შემთხვევაში გრძელდება შეხვედრა გრძელდება მოედნის ცენტრი ბურთთან გრანდი თეთრი აი კარგად ფლობს ეს ფეხბურთელი ბურთს მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა შეხვედრა თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები და შესაბამისად ბურთთან დარჩებიან ჩხეტიას აღსაზრდელები დიახ წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი აი კიპერს მივიდა ბურთი გრანდი თეთრის კი ბატონო ვინციბაძე დემეტრე 99 ნომრით მოთამაშე იქით აფთაზე ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი ბურთს თამაში შეიტანენ ყვითლები ეცებს იქ თავისუფალ პარტნიორს მოძებნა კარგი გაგრძელება შოთაძეს ჰქონდა ბურთი თუმცა ვერ შეიმაგრა ბურთი კარგად ყისვე დაეუფნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები გადაკვეთეს მოედნის ცენტრი კარგი ორსულიანი კომბინაცია კარგი ინტერი ამ შემთხვევაში თქვენ როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე თუმცა შეტევაში დაკარგეს ბურთი ყვითლებმა კონტრშეტევა მიიღო ინტერმა აქვე ჩემთან ახლოს ბურთისთვის ბრძოლა პირველ ბურთზე თამაშობენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი აი გადაკვეთეს მოედნის ცენტრი გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა მოედნის შუაში დაკარგეს ბურთი და კონტრ შეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები და დიახ იქ წინ იყო მე-7 ნომერი და თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა იქ თბილისის ინტერის მე-7 ნომერი დიახ იმანალიევი გაჯი ინტერის თავდამსხმელი განახდა შეხვედრა მოკლე პასებით ცდილობენ ახლა მიუახლოვდნენ მეტოქის საჯარიმოს გრანდის ფეხბურთელები დარტყმა და დაიბლოკა ეს დარტყმა მორიკი შეტევა მარჯვენა ფრთაზე ჩაგდეს მეტოქის საჯარიმოში დარტყმა და აცდა ეს დარტყმა თაური დარტყმა და კარის ჩარჩოს აცდა ეს ბურთი ინტერის დარტყმა კარიდან იქნება წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა შეიტანეს ბურთი თამაში და იქით აფთაზე ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთს შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები შეიტანეს გრძელდება იქ ორთა ბრძოლა გამარჯვებული ამ შემთხვევაში აღმოჩნდა გრანდი თეთრი გრძელი პასი თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი დარტყმა კარიდან ჭავჭანიძე ანდრია თუმცა იქ თავისი პარტნიორი შეიტანს ბურთს თამაში შეიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი დაეუფნენ ბურთს ყვითლები მოედნის ზუსტად რომ ცენტრი გადაკვეთეს ახლა ყვითლებმა კარგად გაიგდო ბურთი წინ იქ შვენივრად თუმცა მოედანი არ ეყვა ახლა ინტერის ფეხბურთელს აუტიდან ბურთი ჩააწოდეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა მე-14 ნომერი ლოლაშვილი ნიკოლოზი მარჯვენას შემტევი გახდათ ეს ფეხბურთელი ძალიან აქტიურობს ყოჩახ აქვე ჩემთან ახლოს ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთი შეიტანეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა ეს გააკეთა მშვილდაძე ნომერი 11 შევიდნენ მეტოქის საჯარიმოში გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა და თამაშგარე მორიგჯერ აღმოჩნდნენ იქ დიახ გრანდი თეთრის ფეხბურთელები ხედავთ თქვენს ეკრანებზე ინტერის ფეხბურთელებს თავიანთ საჯარიმოდან წინ გადაგზავნეს ბურთი თუმცა იქ პირველ ბურთზე თამაშობენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები დიახ ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აი იქით ფლანგიდან აუტიდან ბურთს ჩაასვიან გრანდი თეთრის ფეხბურთელები ჩამოაწოდეს გრძელდება შეხვედრა
რა კარგად თამაშობს იქ ინტერის 4 ნომერი ყოჩახ თავით გადააგდო ბურთი კუთხურზე. გიორგი ალავერდაშვილი ცენტრალური მცველი გახდა ეს ფეხბურთელი. პირველი სტანდარტი კონკრეტულად კი კუთხურის შეხვედრაში და კუთხურ ჩააცდიან გრანდი თეთრის ფეხბურთელები. დიახ, თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. ჩაგდეს მეტოქის საჯარიმოში ბურთი, სახიფათო ეპიზოდი არაფერი გრძელდება მატჩი. გრძელდება და ისევ გრანდი თეთრი ბურთთან. შორეული დარტყმა და ძალიან არაზუსტი დარტყმა კარიდან. დიახ. ყაველაშვილი რეზი მოსინჯა ამ ფეხბურთელმა შორიდან დარტყმა, თუმცა როგორც გითხარით, აცდა ეს დარტყმა მეტოქის კარს. ბურთს თამაში შეიტანენ ჩხეტიას აღსაზრდელები. წინ ძლიერად გადაგზავნეს ბურთი და მეკარემდე მივიდა ბურთი ამჯერად ბინძიბაძე დემეტრე თქვენს ეკრანებზე აკონტროლებს ბურთს ეს კიპერი. განახდა შეხვედრა აქეთ მარცხენა ფლანგი მშვილდაძე, კარგი ცრუ მოძრაობები, კარგი მანევრირება, ზუსტი გადაცემა შედგა და იქ ორი ფეხბურთელი ეთამაშებოდა, თუმცა გაძვნენ ასე ვთქვათ, გრანდი თეთრის ფეხბურთელები შევიდნენ მეტოქის საჯარიმომდე ხაზთან, იქ ზუსტად თამაშობდნენ ინტერის ფეხბურთელები და განმუხტეს ეს სახიფათო ეპიზოდი. თავიანთ კარის სიახლოვეს ინტერის ფეხბურთელებმა გრძელდება შეხვედრა, მოედნის ცენტრი გადაკვეთეს ყვითლებმა, თუმცა მეკარე უნდა გამოვიდეს, რა თქმა უნდა და ეუფლება ადვილად ბურთს. ჭავჭანიძე ანდრია ნომერი პირველი. წინ გადაგზავნა ანდრიან ბურთი, ძალიან ძლიერად და კიდევ ერთხელ საპირისპირო მხარეს, ასევე კიპერს მივიდა ბურთი დემეტრე ბინძიბაძე ნომერი 99 გახდა თქვენს ეკრანებზე. იქვე გაათამაშეს ბურთი გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა. მაღალ პრესინგს ეთამაშება, თქვენ როგორც ხედავთ, ინტერი მეტოქეს და რა კარგი, თუმცა იქ ჩაშალა ეს კომბინაცია ახლა მეოთხე ნომერმა ალავერდაშვილი გიორგიმ. აუტიდან ბურთს ჩასვდიან გრანდი თეთრის ფეხბურთელები. ჩართეს ბურთი თამაში აუტიდან გრანდის ფეხბურთელებმა. დიახ, გრძელდება 35 განახლებულ სტადიონზე შეხვედრა და იქითა ფლანგზე ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები. სწრაფად შეიტანეს ბურთი თამაში. დიახ, აუტებით მიდიან წინ ნაბიჯ ინტერის ფეხბურთელები. სახიფათო ეპიზოდი და მოიშორა ბურთი იქ აუტზე 24 ნომერმა. გრანდი თეთრის ყაველაშვილი რეზიმ. აუტი როგორც გითხარით. დიახ, აუტიდან ბურთი შეიტანეს ინტერის ფეხბურთელებმა. მეტოქის საჯარიმოშია ბურთი, დარტყმა შორეული და ძალიან არაზუსტი. დარტყმა კარიდან. მცირე პაუზა შეხვედრაში. განახდა მატჩი. თავიანთ საჯარიმოდან ამოიტანეს ბურთი გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა. ფლობენ მოედნის ცენტრთან ახლოს გრანდის ფეხბურთელები ბურთს, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. დიახ, მეექვსე ტურში 24 აპრილს გრანდი თეთრი შეიძლება დარტყმა და არის. გოლი, ნომერი 7 გატანილი გოლის ავტორი. კი ბატონო, იმანალიევი გაჯი, ფორვარდი ძალიან კარგი. შვენიერი ბრწყინვალე ფორვარდი ყავს თბილისის ინტერს და სოლიდური გახდა შეხვედრაში ანგარიში. მოედნის ცენტრიდან ბურთი თამაში შეიტანეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა. ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები, აუტიდან ბურთი შეიტანეს. თქვენ ნახეთ ეს ეპიზოდი, გრძელდება შეხვედრა. დიახ.
კასპი გრანდი თეთრი 3-4 26 აპრილს შედგა ეს მატჩი და უხგოლიან შეხვედრაში მოიგო გრანდმა ინტერი დინამო აკადემია რუსთავი ინტერმა მინიმალური სხვაობით 0-1 წააგო ამ შეხვედრაში 26 აპრილს ასევე შედგა ეს თამაში დიახ აუტიდან ბურთი შეიტანეს ეგ გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა გრძელდება შეხვედრა და კიდევ ერთხელ დატოვა მოედნის გვერდით ხაზი ბურთმა ისევ გრანდი შეიტანს ბურთს აუტიდან თამაში შეიტანეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა ბურთი აუტიდან გრძელდება შეხვედრა გრძელდება იურჩენკო ტიმური გახდათ ეს ფეხბურთელი და აი ისევ აუტი ამჯერად ინტერი შეიტანს ბურთს თამაში შეიტანეს ბრძოლა ბურთისთვის და აი მე-6 ნომერი ფლობს ბურთს ინტერის კი ბატონო კანკავა ალექსანდრე მარჯვენა მცველი აუტი ისევ გრძელდება შეხვედრა აი მონაკვეთზე დაახლოებით 1 წუთი გრძელდებოდა თამაში და ბურთს ეუფლება აი თქვენ ხედავთ ინტერის გოლკიპერი ჭავჭანიძე ანდრია ნომერი 1 წინ გადაგზავნა ძლიერად ბურთი აი გოლის ავტორი მეორე გოლის ავტორი თქვენს ეკრანებზე ნომერი 7 კი ბატონო გრძელდება შეხვედრა გრძელდება იმან ალიევი გაჯი დიახ მოედნის ცენტრი აი 4 ნომერი ალავერდაშვილი თამაშობს კარგად თუმცა გაგრძელება არ მოყვა ამ პას მაგრამ მყისვე დაეუფნენ ბურთს შოთაძე მე-10 ნომერი ფლობს ინტერის ბურთს და აი კიპერი ეუფლება მეორე მოძრაობით ამ ბურთს ბინძიბაძე დემეტრე აკონტროლებს ეს კიპერი ბურთს წინ გადაგზავნა ბურთი პირველ ბურთზე თამაშობენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები თქვენ როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე იქ ერთ-ერთზე თამაში ალავერდაშვილი გამოდგა გამარჯვებული და წინ გაუშვა ბურთი მე-10 ნომერი ინტერის იქით აფრთა დაიტვირთა ამ შემთხვევაში და აი აკრობატულად თამაშობს იქ გრანდი თეთრის ფეხბურთელი და ზუსტი გამოდგა ეს პასიც ჩამოიცილა ერთი მეურვე მარჯვენა ფრთიდან შეტევა სახიფათო ეპიზოდი და განმუხტეს ინტერის ფეხბურთელებმა ეს სახიფათო მომენტი დიახ შეტევის კიდევ ერთი ფაზა თუმცა ინტერი ნახევარდაცვაში კარგად თამაშობს ამ ეპიზოდში გრძელდება მატჩი ყურაშვილი გახდათ ეს ფეხბურთელი ნომერი 14 ლოლაშვილი დიახ იქით უპასა ათიან ძალიან კარგად შევიდა მეტოქის საჯარიმოში ინტერის ათიანი უკან პასი იმანალიევი დაკარგა იმანალიევმა ბურთი თუმცა ორთაბრძოლაში მოიპოვა ბურთი გრძელდება შეხვედრა და აი საბოლოოდ ბურთს დაეუფლენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები გრძელი პასი თუმცა აშკარა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა დიახ გრძელდება მატჩი დღეს იმართება ასევე თენგის სულაქველიძის აკადემია დინამო ბრიჯი ამ წუთებში მიმდინარეობს მატჩი 6 საათზე კასპი ზეკარ შეხვდება 4 მაისს გლდანის მეტოქე გორი იქნება დინამოს აკადემია რუსთავს დაუპირისპირდება დიახ აქ 10 გუნდი იღებს მონაწილეობას ამ ჯგუფში გრანდი თეთრი დინამო ბრიჯი გლდანი თენგის სულაქველიძის აკადემია დინამოს აკადემია რუსთავი კასპი გორი ინტერი თბილისი ზეკარი და ბოლოა მთაწმინდა ათეულს ხურავს ეს გუნდი მარჯვენა ფრთიდან შეტევა და აი ასე გადააგდეს ბურთი გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა აუძე დიახ კი ბატონო აუტი მე-6 ნომერმა განაახლა აუტიდან თამაში კანკავა ალექსანდრე მარჯვენა მცველი გახლავთ ეს ფეხბურთელი დიახ იქ შოთაძე ვერ მიუსრო ბურთს და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი დიახ შეგახსენებთ რომ ანგარიშია სოლიდური 2-0 თბილისის ინტერი ამარცხებს გრანდი თეთრს დიახ ცვლილება დაფიქსირდა და აი გრანდი თეთრის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება განახდა შეხვედრა დიახ ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთს შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები ხორგუაშვილი
ბურთმა კიდევ ერთხელ დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტი. განახლდა შეხვედრა აუტიდან, ბურთი ჩართეს თამაში თბილისის ინტერის ფეხბურთელებმა და იქ პაუზა შეხვედრაში, იქ ფეხბურთელი აი მინდორზეა, აი წევს იქ ინტერის ფეხბურთელი. დიახ. თუმცა ბურთთან რჩებიან გრანდი თეთრის ფეხბურთელები. დაჭარიმდნენ იქ ინტერის ფეხბურთელები შეტევაში. დიახ, გრძელდება შეხვედრა. განახლდა მატჩი და ბურთმა დატოვა აქვე ჩემთან ახლოს მოედნის გვერდითი ხაზი. კანკავამ შეიტანა ბურთი თამაშში აუტიდან. დიახ. გრძელდება შეხვედრა. ბახტურიძე ირაკლი გახდა ძალიან კარგი გუნდის კაპიტანი ყავს ინტერს მარცხენა შემტევი. კი ბატონო. რეტკოვი სიოპა სილობდა ახლა ბურთის დაუფლებას, თუმცა არ გამოვიდა. დიახ, ბურთთან საბოლოოდ რჩებიან ინტერის ფეხბურთელები. თქვენ როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. მეტოქის ნახევარზე გადაგზავნეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. 20 ნომერი შოთაძე, თქვენ იცით ეს ფეხბურთელი, ბრწყინვალე, ტექნიკური და კარგი ფეხბურთელი, რაც თავარია. დიახ, ჩაშალეს ეს შეტევა, გრანდი თეთრის შეტევა ინტერის ფეხბურთელებმა, ბრძოლა ბურთისთვის. რა კარგია მე-14 ნომერი, თუმცა იქ, აი, გრძელდება. კი ბატონო და ინარჩუნებდნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები, თუმცა საბოლოოდ ბურთთან რჩებიან გრანდის ფეხბურთელები. კონჩეტევაზე ცდილობდნენ გადასვლას გრანდი თეთრის ფეხბურთელები, თუმცა არ გამოვიდათ აქვე ჩემთან ახლოს. რა კარგად ჩამოიღო ბურთი იქ გრანდი თეთრის ფეხბურთელმა და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს შეიტანენ ჩხეტიას აღსაზრდელები. შეიტანეს ბურთი თამაში. დიახ, გრძელდება თამაში. ბახტურიძე ფლობს ბურთს. ხორგუაშვილი მე-14 ნომერზე ლოლაშვილზე გაკეთდა პასი. შეიძლება იქ ბრძოლა რა თქმა უნდა. რა კარგად მაღლა ეთამაშება თბილისის ინტერი მეტოქეს კონჩეტევა მიიღო ინტერმა. კარგი პასი, გავიდა ეს პასი. და რა? მეკარე უნდა გამოვიდეს და დროულად დატოვა კიპერმა თავისი კარი. ჭავჭანიძე ანდრია, აი ეს კიპერი დაეუფლა ბურთს. ინტერი ბურთთან და აი ასე მოიშორა ბურთი ინტერის დაცვის ხაზმა. ბურთი აუძე. კი ბატონო, შეგახსენებთ თქვენს ეკრანებზე ტეტელაევის პირდაპირ ეთერში თქვენ ხედავთ მარცხენა მაღალ კუთხეში ტაბლოს და იქ დაფიქსირებულია ინტერი გრანდი თეთრი 2-0. აი ასეთი ანგარიში ფიქსირდება ამ წუთისთვის. გაგრძელდა აუტიდან თამაში, გრანდი თეთრმა შეიტანა ბურთი თამაში, თუმცა ეს მთელობა შეტევის არა ზუსტი გამოდგა და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. პაუზა შეხვედრაში. დიახ, შეგახსენებთ დღევანდელ მსაჯთა ბრიგადას თავარი არბიტრი გელხაური გიორგი, მას ეხმარებიან პირველი ასისტენტი გურამ გულიკაშვილი და მეორე ასისტენტი კი ელდარ მედინსკი. კი ბატონო. განახლდა შეხვედრა თქვენ როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე და ბინძიბაძე დემეტრე ფლობს ბურთს გრანდი თეთრის გოლკიპერი თქვენს ეკრანებზე. წინ გადაგზავნა ბურთი მეტოქის ნახევარზეა ბურთი, აი, თუმცა იქ კარგად ვერ მიიღო გრანდი თეთრის ფეხბურთელმა ბურთი და
მეზურიშვილი სანდრო გახდათ ეს ფეხბურთელი, თუმცა იქ ჯარიმა, საჭმა დააჯარიმა იქ გრანდი თეთრის ფეხბურთელები მოედნით ცენტრში. კი ბატონო. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნამდვილი საფეხბურთო ამინდია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა იქ ინტერის გუნდის კაპიტანი ირაკლი ბახტურიძე, მარცხენა შემტევი. დიახ, გრილა დღეს დედაქალაქში. ტემპერატურა 13 გრადუსია ამ დროისთვის და როგორც გითხარით, მშვენიერი მაისის პირველი დღეა. გრძელდება თამაში, დარტყმა შორეული, შოთაძის შორეული დარტყმა და ბურთს ეუფლება. გრანდი თეთრის გოლკიპერი სწრაფად განახლდა მატჩი. თავით იქ რა კარგია ინტერის ნახევარმცველი 77 ნომერი, კი ბატონო. რეტკოვი, სტიოპა, კი ბატონო, გრძელდება მატჩი. გადაკვეთეს მოედნის ცენტრი, ხვითლებმა გავიდა ეს პასი. მარჯვენა ფრთა დაიტვირთა ამ შემთხვევაში. ჩაწოდება 0-2 ინტერი ამარცხებს გრანდი თეთრს შეგახსენებთ ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. გრძელდება მატჩი. კონჩეტევა მიიღო ინტერმა. კარგი მოტყუება ცრუ მოძრაობით, თუმცა უმალ დაეუფნენ ბურთს ყვითლები. ისევ ინტერი გრძელდება შეხვედრა. ლოლაშვილი რა კარგი იყო წინა ეპიზოდში. ინტერის 10-იანი ბახტურიძე და რა კიპერმა რა კარგად ითამაშა ამ შემთხვევაში და ბურთი მოიგერია კუთხურზე. მორიგი კუთხურიდან ბურთს ჩააცდიან ჩხეტია შეგირდები. აი ბახტურიძე მიემართება ბურთისკენ ინტერის ძალიან კარგი გუნდის კაპიტანი. მარცხენა შემტევი სწორედ რომ ეს ფეხბურთელი ჩააცდის ბურთს კუთხურიდან ჩაწოდება და გამოაძრო იქ ახლა ბურთი კიპერმა. დიახ, სახიფათო ეპიზოდი გახდათ. რეტკოვის შესანიშნავი დარტყმა ახლო მანძილიდან და კიპერმა გამოაძრო როგორც გითხარით კარის ხაზიდან ეს ბურთი. ყოჩა ამ შემთხვევაში გრანდი თეთრის გოლკიპერს დემეტრე ბინძიბაძეს. გრძელდება შეხვედრა იქ 10-იანი იბრძვის ბურთისთვის. კი ბატონო, ბახტურიძე, თუმცა ბურთმა დატოვა იქით აფთაზე მოედნის ფარგლები. აუტიდან ბურთს ჩააცდიან ინტერის ფეხბურთელები, ამას გააკეთებს მაჭარაშვილი დავითი მარცხენა მცველი. განახლდა სწრაფად შეხვედრა. დიახ, ფლობს შეიძლება ითქვას სრული სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობს თბილისის ინტერის, აი პირველი ტაიმი და რაც შედეგშიც ასახეს ჩხეტია შეგირდებმა, კომფორტულად 2-0 იგებს ინტერი. აუტიდან ბურთი ჩააწოდეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა. რა კარგია იქ მეხუთე ნომერი, ყოჩახ მაჭარაშვილი. თუმცა შეტევის კიდევ ერთი ფაზა, გავიდა ეს პასი. დარტყმა და აცდა ეს დარტყმა, შორეული დარტყმა ინტერის კარის მიმართულებით, თუმცა თქვენ როგორც ნახეთ და გითხარით, აცდა ეს დარტყმა ინტერის კარის ჩარჩოს დარტყმა კარიდან. ალავერდაშვილი სწორედ რომ ამ ფეხბურთელმა შეიტანა ბურთი თამაში, წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი და დიახ. ბურთი რჩება გრანდი თეთრის ფეხბურთელებს. ბრძოლა ბურთისთვის. მეორე სართულზე კარგად თამაშობენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები. ირაკლი ჭანია შეგირდები. მოედნის შუა. რა კარგად ცდილობს იქ მოტყვებას, თუმცა რა კარგია 66 ნომერი ყურაშვილი უკან თავისივე კიპერს გაუკეთა პასი მოედნის ცენტრიდან. აი იქ თაფთაზე ხედავთ თქვენ ინტერი აწუხებს მეტოქეს. სახიფათო ეპიზოდი შეიძლება იქ ბურთისთვის ბრძოლა დაეუფლნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები ბახტურიძე, შოთაძე. კარგი გაგრძელება მე-11 ნომერი ხორგუაშვილი. თუმცა იქ რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები და დაეუფლნენ ბურთს. კი ბატონო, რა კარგად ჩამოიცილა ახლა იქ ერთი მეორვე გრანდი თეთრის ფეხბურთელმა, გადაკვეთეს მოედნის ცენტრი.
წინ კარგად მიიწევენ ახლა გრანდი თეთრის ფეხბურთელები მიუახლოვდნენ მეტოქის აჯარიმოს, თუმცა ინტერის დაცვა კარგად მოქმედებს ამ ეპიზოდში. კონჩეტევა მეხუთე ნომერი მაჭარაშვილი დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი გრძელდება შეხვედრა გრძელდება. რა კარგია მე-14 ნომერი ლოლაშვილი ნიკოლოზი მარჯვენა შემტევი და აი კიპერი ჩაერთო საქმეში გრანდი თეთრის პინძიბაძე დემეტრე იქვე გაათამაშეს ბურთი ერთმანეთს უპასეს ეგ გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა დიახ თუმცა დაკარგეს მათ ბურთი ახალ შეტევაზე იყვნენ ინტერის ფეხბურთელები აი ბრძოლა ბურთისთვის და გრანდი თეთრი ბურთთან გადაკვეთეს მოედნის ცენტრი თუმცა რა კარგად ჩაშალეს ახლა ეს შეტევა ინტერის ცველებმა აი დიახ მიმდინარეობს მატჩის ბოლო წუთი და პაუზა შეხვედრაში მთავარმა არბიტრმა შეაჩერა მატჩი აი ეგ წევს თქვენ ხედავთ გრანდი თეთრის ფეხბურთელი თქვენს ეკრანებზე იმედია რომ წყობში იქნება ეს ფეხბურთელი და განაგრძობს თამაშს კი ბატონო წამოდგა ყოჩა როინი ძალიან კარგი ფეხბურთელი წყობშია ყოჩა დიახ როგორც გითხარით მიმდინარეობს მატჩის პირველი ტაიმის ბოლო წუთი განახდა შეხვედრა იქ თავით პირველ ბურთზე თამაშობენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები თუმცა დაკარგეს მათ რა კარგად ჩამოიცილა ახლა ერთი ცრუ მოძრაობით მეხუთე ნომერმა დავითი მაჭარაშვილი ხო რა კარგად ერთი ცრუ მოძრაობით მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცა იქ მოედნის შუაში დიახ შემიძლია ხო? დიახ დავბრუნდით ეთერში ვიმყოფებით საბურთალოზე კერძოდ კი თბილისის 35 საფეხბურთო განახლებულ სტადიონზე დიახ პირველი ტაიმის შემდეგ შეგახსენებთ რომ აქ თბილისის ინტერი ხვდება გრანდი თეთრი თბილის და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 2-0 თბილისის ინტერი ამარცხებს მეტოქეს სოლიდურია შეხვედრაში ანგარიში და აი აუტი პირველი აუტი მეორე ტაიმის სტარტზევე აუტიდან ბურთი ჩამოაწოდეს ყვითლებმა მოედნის ცენტრთან ახლოს აი მოედნის ცენტრი გადაკვეთეს ინტერის ფეხბურთელებმა კარგი ცრუ მოძრაობები იქ სამ ფეხბურთელს გაცდა იქ ინტერის ფეხბურთელი ყურაშვილზე პასი ზუსტი გამოდგა ეს გადაცემა და თუმცა დაკარგეს ყვითლებმა ბურთი რა კარგი იყო მესამე ნომერი დიახ ცვლილებები განხორციელდა ინტერის შემადგენლობაში სახიფათო ეპიზოდი და არის სამამდე გაზარდეს ანგარიშის სხვაობა თბილისის ინტერის ფეხბურთელებმა კი ბატონო შოთაძე გატანილი გოლის ავტორი 20 ნომერი ივანე შოთაძე ცენტრალური ნახევარმცველი ძალიან მე გითხარით პირველ ტაიმში ძალიან შინაარსიანი პროდუქტიული ძლიერი მაგარი ფეხბურთელი მოედნის ცენტრიდან ბურთი თამაში შეიტანეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა თუმცა ეს პასი არ გამოდგა ზუსტი და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთ შეიტანენ ინტერის ფეხბურთელები დიახ როგორც გითხარით ცვლილებები განხორციელდა ინტერის შემადგენლობაში და მოგახსენებთ ნომერი 3 ალექსანდრე ტყეშელაშვილი მარჯვენა მცველი მწვანე მინდორზეა დიახ გრძელდება აქ ეთაპთაზე ბურთის ფლობა თუმცა შეიწეს მოედნის შუაში რა კარგია მესამე ნომერი ტყეშელაშვილი ყოჩა კაი ტექნიკური ფეხბურთელი ჩანს ეს ფეხბურთელი სამიანი კონჩეტევა მიიღო ინტერმა
დიახ, გრძელდება მოედნის ცენტრში თამაში ყურაშვილმა დასრებაზე რა კარგად ითამაშა ნომერი 66. დიახ, 3-0, აი ასეთი ანგარიში ფიქსირდება ამ წუთისთვის. ზეთხაზე შეინარჩუნა ბურთი იქ თბილისის ინტერმა და მხოლოდ ახლა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი ბურთმა. თუმცა ბურთთან საბოლოოდ რჩებიან ინტერის ფეხბურთელები, სწორედ რომ თბილისის ინტერის მოთამაშეები შეიტანენ ბურთს, თამაში შეიტანეს და მეკარე ეუფლება ბურთს. ბინძიბაძე დემეტრე. დიახ. გრძელდება მატჩი. პირველ ბურთზე თამაშობენ გრანდის ფეხბურთელები ძალიან კარგად, უკან პასი, მოედნის ცენტრი გადალახეს, გადაკვეთეს. გრანდის ფეხბურთელებმა, თუმცა იქ დასრებაზე რა კარგია ალავერდაშვილი თავისივე კიპერს გადააწოდა ბურთი, კიპერმა კი წინ ძლიერად გაუშვა ბურთი. მოედნის ნახევარზე არიან ინტერის ფეხბურთელები, ბახტურიძე დაკარგა ინტერის 10-ანმა ბურთი, კონტრ იერიძე იყვნენ იქ გრანდი თეთრის ფეხბურთელები, თუმცა რა კარგად გამოდის იქ ინტერის კარის დარაჯი, ჭავჭანიძე ანდრია წინ გაუშვა ბურთი გოლკიპერმა, ინტერის გოლკიპერმა. დიახ, გრძელდება იქ თამაში, ნომერი 19, ასევე მწვანე მინდორზია, ხუტაშვილი საბა, ცენტრალური ნახევარმცველი, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მწვანე მინდორზია ეს ფეხბურთელი, სწორედ რომ აი მე-19 ნომერი თქვენს ეკრანებზე ინტერის. კარგი ცრუ მოძრაობები და კუთხური, პირველი კუთხური მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში ბახტურიძე ინტერის 10-ანი ჩააწვდის ბურთს კუთხურიდან. სტანდარტი კონკრეტულად კი კუთხური ყოველთვის სახიფათოა, თქვენ როგორც იცით. კი ბატონო. ჩაწოდება სახიფათო ეპიზოდი. განმუხდეს ეს სახიფათო ეპიზოდი გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა. გრძელი დიაგონალი. რა კარგად თამაშობს იქ. შევიდა მეტოქი საჯარიმოში დარტყმა და ადგილზეა ინტერის კარის დარაჯი ჭავჭანიძე ანდრია. წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი. პირველ ბურთზე გრანდი თეთრი თამაშობს თავით კარგად. კი ბატონო. დიახ, მოედნიდან გავიდა შოთაძე 20 ნომერი. ძალიან კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან შედეგიანი, პერსპექტიული და ტექნიკური ფეხბურთელი. გრძელდება შეხვედრა. და უკან პასი კიპერზე, კი ბატონო. რეტკოვის გადაცემა თავისივე კიპერზე ჭავჭანიძეზე. იქით აფთა ჩაერთო საქმეში და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, აუტი. დიახ, მე-15 ნომერი ინტერის შემადგენლობაში. ხარაზიშვილი გაგა მარცხენა შემტევი განახლებულ მწვანე მინდორზია 35 სკოლის, კი ბატონო. შეცვლები გრანდი თეთრის შემადგენლობაში ასევე ორმაგი. დიახ. არუთინიანი დავითი მწვანე მინდორზია ნომერი 2. და აი განახლდა შეხვედრა. თავით ახლა შემოსული არუთინიანი რა კარგად თამაშობდა ამ ეპიზოდში. გრძელდება შეხვედრა. ბახტურიძე, კარგი ცრუ მოძრაობები. უკან პასი თავისივე კიპერზე, კიპერმა კი წინ ძლიერად გაუშვა ბურთი მოედნის ცენტრისკენ. პირველ ბურთზე თამაშობენ თბილისის ინტერის ფეხბურთელები. მე-9 ნომერი ჩხეტიანი ანდრია, თავდამსხმელი ასევე მწვანე მინდორზია ინტერის შემადგენლობაში და შეიძლება ითქვას, რომ სათადარიგოები მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ინტერის საქმეში არიან და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მისცა საშუალება, რომ ჩართულიყვნენ თამაში ეს ფეხბურთელები. დავით ჩხეტია, გუნდის მთავარი მწვრთნელი, თქვენ როგორც იცით, თბილისის ინტერის. ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. კი ბატონო. განახლდა შეხვედრა და საჭმა შეაჩერა მატჩი. აბა. დიახ.
აუტიდან ბურთს ჩააწვდიან გრანდი მწვანეს ფეხბურთელები. ორივე გუნდი თბილისურია, თქვენ როგორც იცით. ბახტურიძე შეუძლია იქ კარგად თამაში და აი დაეუფლნენ ბურთს ინტერის ფეხბურთელები, თუმცა მყისვე დაკარგეს ბურთი მათ. სახიფათო ეპიზოდი ინტერის დაცვის ხაზი შესანიშნავი იყო ამ ეპიზოდში. ახალ შეტევას იწყებდნენ ინტერის ფეხბურთელები, თუმცა არ გამოვიდათ მათ და აი კიდევ ერთიც და შეტევის გადაკვეთეს მოედნის ცენტრი ყვითლებმა და მოედნის შუაში დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი. აი რა კარგი ტექნიკური თამაში, თუმცა მიუხვდა იქ რა კარგად ინტერის მეოთხე ნომერი ხო ამ ჩანაფიქრს ალავერდაშვილი გიორგი ცენტრალური მცველი. აუტიდან ბურთი შეიტანეს გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა. თავით იქ რა კარგად თამაშობს მეორე ტაიმში შესული ფეხბურთელი კიპერი, დიახ კიპერი ჩაერთო საქმეში. გაგელიძე სანდრო მეორე ტაიმში აი იცავს გრანდი თეთრის კარს. მან შეცვალა 99 ნომრით მოთამაშე დემეტრე ბინძიბაძე. განახლდა შეხვედრა. დიახ მოედნის ცენტრი. გრძელდება მატჩი. უნდა ითქვას, რომ კარგად მოეწყო 35 საფეხბურთო სკოლის საფარი, სტადიონი მთლიანად შეიცვალა და აი კარიც რა კარგია, კარგად გამოიყურება ორივე კარი და წინ მიდის აქ საქმე და ამას ხედავთ რა თქმა უნდა. ჩავერთოთ მთლიანად შეხვედრაში. რა კარგია იქ მეოთხე ნომერი ინტერის მცველი კი ბატონო ალავერდაშვილი გიორგი აღსანიშნავია ამ ფეხბურთელის დაცვაში შესანიშნავი გარჯა. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან გრანდი თეთრის ფეხბურთელები. ეძებს იქ თავისუფალ პარტნიორს. გრანდი თეთრის ფეხბურთელი ჩამოაწოდეს ბურთი აუტიდან და კიპერი არა იქ ძელს ზემოთა ძელს მოხდა ბურთი და შემდგომ ამისა დატოვა მოედნის ფარგლები. არ ჩქარობს რა თქმა უნდა ინტერის გოლკიპერი ანდრია ჭავჭანიძე თქვენს ეკრანებზე ნომერი პირველი წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი. პირველ ბურთზე თამაშობენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები და საპირისპირო მეკარეს მივიდა ბურთი ახლად შესული მოედანზე. გაგელიძე სანდრო ნომერი პირველია ეს გოლკიპერი. გრძელდება შეხვედრა ეკითაფთა შეტევის. თუმცა არ მოხვა გაგრძელება ამ ყოველივეს და ინტერის ახალი შეტევა, თუმცა აქვე ჩემთან ახლოს ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. შეცვლა განხორციელდა გრანდი თეთრის რიგებში. კი ბატონო. განახლდა შეხვედრა. ბურთმა დატოვა კიდევ ერთხელ მოედნის გვერდითი ხაზი. მეორე ნომერი შეიტანს ბურთს თამაში გრანდი თეთრი შეიტანეს. გრანდის ფეხბურთელებმა ბურთი ეს გააკეთა არუთინიანი დავითმა. მეორე ტაიმში შესულმა ფეხბურთელმა ჩართო თამაში ბურთი. აუტი ამჯერად ინტერის ფეხბურთელებმა ჩააწოდეს და განახლდა შეხვედრა იქით. მე-16 ნომერი მიუსრებს ბურთს არა ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. დიახ მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული აკაკი ტერუნაშვილი ნომერი 16 მარჯვენა შემტევი. კი ბატონო აქ ტაიმი 30 წუთიანია, მეორე ტაიმი ასევე 30, ჯამში 60 წუთი და აქ ფეხბურთელს შეუძლია ბევრჯერ მოედანზე შესვლა და ანალოგიურად გამოსვლა მოედნიდან დარტყმა კარიდან იქნება. ბურთს თამაში შეიტანს ინტერის კარის დარაჯი ანდრია ჭავჭანიძე. დიახ, სწორედ რომ ეს კიპერი აკონტროლებს ბურთს. წინ ძლიერად გაუშვა ბურთი, არუთინიანმა ვერ მიიღო ეს ბურთი და გავიდა ეს პასი მე-19 ნომერზე მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა მე-19 ნომერი გრძელდება იერიში, თუმცა დაკარგეს ყვითლებმა ბურთი შეტევაში. ხუტაშვილი საბა რა კარგი იყო, ძალიან სწრაფი ჩანს ეს ტანმაღალია ეს ფეხბურთელი, ძალიან
კარგი ფეხბურთელი ჩანს ეს 19 ნომერი ყოჩახ და კიპერი ეუფლება ბურთს თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე გრანდი თეთრის ახლად შემოსულ კიპერ სანდრო გაგელიძეს ნომერი პირველი სახიფათო ეპიზოდი და რა კარგი პოზიციაში არჩია ინტერის გოლკიპერმა ქება ანდრია ჭავჭანიძე დაეუფლა ბურთს და სწრაფადვე გადაგზავნა წინ ბურთი მოედნის ცენტრში ნომერი 9 იქ მანევრირებდა შესანიშნავად კი ბატონო დაკარგეს ბურთი ყვითლებმა გრძელდება მატჩი ჩხეტიანი ანდრია გახდათ ეს ფეხბურთელი ფორვარდი ინტერის ასევე მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო საქმეში ეს ფეხბურთელი დიდი ანგარიშის ხვაობა რა თქმა უნდა ტაბლოზე დაფიქსირებულია ინტერის 3 გრანდი თეთრი 0 თქვენს ეკრანებზეა მარცხენა მაღალ კუთხეში გრძელდება შეხვედრა გავიდა ეს პასი ინტერი სტილობს იქ ახალი შეტევის განვითარებას თუმცა არ გამოვიდა და აი კიპერი გამოდის დროულად გრანდი თეთრის და ეუფლება ბურთს გაგელიძე სანდრო წინ გაუშვა ძალიან ძლიერად ბურთი პირველ ბურთზე რა კარგია 77 ნომერი რეტკოვი სიოპა შესანიშნავი იყო ცენტრალური მცველი კი ბატონო ბურთთან არიან გრანდი თეთრის ფეხბურთელები უკან პასი არ შედგა სწრაფი იერიში ინტერის კარის მიმართულებით აი ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი ბურთს თამაში შეიტანენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები შეიტანეს ბურთი თამაში გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა თუმცა დაკარგეს მათ ბურთი მეკარე უნდა გამოვიდეს რა თქმა უნდა და გამოვიდა და ეუფლება ბურთს ინტერის გოლკიპერი ანდრია ჭავჭანიძეს სწორედ რომ ამ კიპერმა ბურთი წინ ძლიერად გაუშვა და მეტოქის ნახევარზე ხედავთ თქვენ ინტერს კი ბატონო უკან პასი მე-15 ნომერზე ხარაზიშვილი გაგა მარცხენა შემტევი მეორე ტაიმში შესული ფეხბურთელი დაკარგეს ყვითლებმა ბურთი თავიანთ ნახევრიდან იწყებენ ახალ შეტევას გრანდი თეთრის ფეხბურთელები და იქ დაჯარიმდნენ ინტერის ფეხბურთელები კონკრეტულად მაჭარაშვილი დავითი დაჯარიმდა იქ გრანდი თეთრის წინააღმდეგ არუთინიანი აი მეორე ნომერი დავითი თქვენს ეკრანებზე აი წინ გაუშვა ბურთი ჩაგდო მეტოქის აი დარტყმა იყო ეს კარის მიმართულებით და აცდა ეს დარტყმა ინტერის კარს დარტყმა კარიდან დიახ კარში დაურტყა ახლა იქ არუთინიანმა ინტერის გოლკიპერს ანდრია ჭავჭანიძეს თუმცა როგორც გითხარით ეს დარტყმა არ გამოდგა ზუსტი დარტყმა კარიდან გრძელდება შეხვედრა უკან კიპერზე პასი კი ბატონო გაგელიძეზე მეკარეზე გაკეთდა იქ გადაცემა გრძელდება შეხვედრა და საჯმა შეაჩერა მატჩი კი ბატონო მცირე პაუზა შეხვედრაში საჯმა გადასცა ბურთი გრანდი თეთრის მოთამაშეებს თუმცა აი ინტერია ბურთთან დაკარგეს ყვითლებმა ბურთი და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთს შეიტანენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები შეიტანეს ბურთი თამაში ინტერი ფლობს მოედნის ცენტრში ბურთს გადაკვეთეს მოედნის ცენტრი ყვითლებმა გავიდა ეს პასი ბახტურიძის გადაცემა ნომერი 19 და იქ ბურთზე ფეხი წაუკრეს ახლა იქ გრანდი თეთრის მცველებმა და განმუხტეს ეს სახიფათო ეპიზოდი დიახ საბოლოოდ ბურთი რჩებათ ინტერის ფეხბურთელებს აუტიდან ჩააწოდეს ბურთი ყვითლებმა კიდევ ერთხელ დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები თუმცა ჯარიმა დააფიქსირა იქ საჯმა ბურთთან გრანდი თეთრის მოთამაშეები თქვენს ეკრანებზე წინ გაუშვა ბურთი რა კარგია იქ 10 ნომერი თავით ბურთი გადააგდო აუძზე
ბახტურიძე ირაკლი ინტერის გუნდის კაპიტანი მარცხენა შემტევი განახდა აუტიდან შეხვედრა ბრძოლა ისევ ბახტურიძე დიაგონალი თუმცა იქ პირველია ბურთზე გრანდი თეთრის ფეხბურთელი უკან უპასა თავისივე კიპერს იქ გაგელიძე სანდროს ნომერი პირველი გავიდა ეს გადაცემა თუმცა იქ მე-19 ნომერი აღსანიშნავია ხუთაშვილის საბა რა კარგად ჩაერთო ეს ფეხბურთელი თამაში მეორე ტაიმში თავიანთ ნახევარზე ბურთს აკონტროლებენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე შედგა ეს პასი თუმცა ბურთმა დატოვა იქითაფთაზე მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთ შეიტანენ თბილისის ინტერის ფეხბურთელები ისევ საქმეშია შოთაძე 20 ნომერი ინტერის განახდა შეხვედრა პირველ ბურთზე არუთინიანი და ამ მეორე ნომერმა უკან გადაცემა გაუკეთა თავისივე კიპერს გაგელიძე სანდროს და აი საპირისპიროდ აი კიპერს მივიდა ბურთი ამჯერად ინტერის ანდრია ჭავჭანიძე გახდა თქვენს ეკრანებზე ბრძოლა ბურთისთვის იქ მე-15 ნომერი რა კარგად აწუხებდა იქ მეტოქეს კი ბატონო და გრძელდება შეხვედრა ხარაზიშვილი გაგა გახდათ ეს ფეხბურთელი აუტიდან განახდა მატჩი და აქვე ჩემთან ახლოს კიდევ ერთხელ დატოვა ბურთმა მოედნის გვერდითი ხაზი და გრანდი თეთრი შეიტანეს ბურთი თამაში გრანდის ფეხბურთელებმა შოთაძე რა კარგია იქ თავი თამაშობს ძალიან კარგი ფეხბურთელი რა კარგი ბიჭუნა ესდება ქართულ ფეხბურთს გამოვიდა დროულად კიპერი ყოჩა ქება ანდრია ჭავჭანიძე წინძლიერად გადაგზავნა მეტოქის ნახევარზე ბურთი მე-19 ნომერი რა კარგად აწუხებს იქ აიძულა მეტოქერო გაეშვა ბურთი აუძე ყოჩა მე-19 ნომერი კიდევ ერთხელ თბილისის ინტერის აუტიდან ბურთ ჩავსდიან ყვითლები ჩაწოდეს ბურთი ჩხეტია შეგირდებმა აუტიდან ჩართეს თამაში ბურთი გრძელდება შეხვედრა კი ბატონო კარგად თამაშობს 77 ნომერი აქ ინტერის რეტკოვის სიოპა ცენტრალური მცველი კარგად გას ეს 77 ნომერი დაცვის ხაზში შესანიშნავად ირჯება ეს ფეხბურთელი დიახ ბურთი რჩება საბოლოოდ გრანდი თეთრის მოთამაშეებს რა კარგი აქ ინტერის მე-15 ნომერი ხარაზიშვილი ისევ ხარაზიშვილი შედგა ეს მოკლე გადაცემა და აი ვარდნით გადააგდო გრანდი თეთრის ფეხბურთელმა აუძე ბურთი აუტიდან ბურთ ჩავსდის ინტერის გუნდის კაპიტანი ბახტურიძე ირაკლი ჩაწოდა აუტიდან ბურთი ინტერის 10-ანმა გრძელდება შეხვედრა ანგარის შეგახსენებთ თქვენს ეკრანებზეა ინტერი თბილისი ამარცხებს გრანდი თეთრი თბილის ანგარიში 3-0 შოთაძე უკან გადაცემა მესამე ნომერი მანევრირებდა იქ კარგად ტყეშელაშვილი ალექსანდრე თუმცა დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი შეტევის კიდევ ერთი ფაზა ინტერის შესრულებით შოთაძე ყოჩახ შოთაძე და თავიანთ საჯარიმო სიახლოვიდან მოიგერიეს ბურთი წინ გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა უნდა ითქვას რომ ყველა კომპონენტში აი ინტერის კარნახით მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრა აქ თბილისში 35 საფეხბურთო სკოლის განახლებულ სტადიონზე აუტი ჩაწოდეს ბურთი აუტიდან გრანდი თეთრის ფეხბურთელებმა კი ბატონო გრძელდება მატჩი რა კარგია იქ მოიპარა ბურთი მე-19 ნომერმა დარტყმა და მოიგერია ბურთი მეორე მოძრაობით იქ დააფიქსირა რა კარგად ახლა მეორე ტაიმში შესულმა გოლკიპერმა
წინვალედ ითამაშა გაგელიძე სანდრომ და აღსანიშნავია მე-19 ნომრის ხუტაშვილის შესანიშნავი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით. დიახ, აქტივშია ჩასაწერი, რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდი. გრანდი თეთრი ახალ შეტევაზე. სახიფათო ეპიზოდი, კიპერი უნდა გამოვიდოს. სახიფათო მომენტი და გადარჩა თბილისის ინტერი ამ ეპიზოდში. გრძელდება 35 სკოლის სტადიონზე მატჩი. სახიფათო ეპიზოდი და კიპერი მეორე მოძრაობით ეუფლება ბურთს. დიახ. გაგელიძე სანდრო ნომერი პირველი მსაჯმა შეაჩერა მატჩი. აი იქით ერთი ფეხბურთელი წევს თბილისის გრანდი თეთრის ფეხბურთელი და აი აქეთ კიდევ ასევე წამოდგნენ რა თქმა უნდა და ყოჩახ წყობში არიან გრანდის ფეხბურთელები. ძალიან კარგი იქით-აქეთ შეტევებში მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. გრილა, როგორც გითხარით მე მატჩის დასაწყისიდანვე დედაქალაქში და ზუსტად რომ საფეხბურთო ამინდია საბურთალოზე კერძოდ კი 35 სკოლის განახლებულ სტადიონზე. კი ბატონო, მცირე პაუზა შეხვედრაში. არსად არ ეჩქარება თბილისის ინტერს. ცვლილებები განხორციელდა, აი თქვენ როგორც ნახეთ თქვენს ეკრანებზე, გრანდი თეთრის მხრიდან. აი მსაჯმა გადასცა ბურთი. გრანდი თეთრის კიდევ ერთ გოლკიპერს სანდრო გაგელიძე, აი სწორედ რომ ამ კიპერმა წინ ძალიან ძლიერად გაუშვა ბურთი. იქ დაცვა ინტერის კარგად მუშაობს ამ ეპიზოდში. ნომერი 4. სახიფათო ეპიზოდი. ალავერდაშვილი იყო იმ მომენტში კარგი, თუმცა იქ მე-5 ნომერიც კარგად ედგა მეტოქეს და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. ასევე აღსანიშნავია მაჭარაშვილი დავითი, აი ეს ფეხბურთელი დაცვის ხაზში კარგად მოქმედებს დღეს ინტერის შემადგენლობაში. დარტყმა კარიდან წინ ძლიერად გაუშვეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. ბრძოლა ბურთისთვის. შოთაძე აწუხებს იქ მეტოქე ძალიან კარგად. რა კარგი 77 ნომერი. კი ბატონო, რედკოვის წიობა ცენტრალური მცველი, სწორედ რომ ამ ფეხბურთელმა ბურთი გაუშვა აუტზე. კიდევ ერთი აუტი და ბურთს შეიტანენ თამაში. გრანდი თეთრის ფეხბურთელები შეიტანეს იქ თავით ბახტურიძე შესანიშნავია და ინტერის მცდელობა შეტევის, თუმცა არ გამოვიდა, ჩაიჭრა ეს პასი. მოედნის ცენტრი. ისევ ინტერი ბურთთან. გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, გავიდა ეს პასი მარჯვენა ფრთაზე. კარგი აჩქარება შეიძლება დარტყმა და მეორე მოძრაობით აფიქსირა ბურთი ხელებში გრანდი თეთრის გოლკიპერმა სანდრო გაგელიძე. დიახ, ნომერი პირველი. გრძელდება შეხვედრა. იქ ვერ მიწდა 77 ნომერი რედკოვი. დარტყმა შორეული, თუმცა რა თქმა უნდა არაზუსტი. სადა იქ დარტყმა? მისასალმებელია რა თქმა უნდა შორეული დარტყმები, თუმცა როგორც გითხარით, ძალიან არაზუსტი გამოდგა ეს დარტყმა. დარტყმა კარიდან ბურთს თამაში შეიტანენ დავით ჩხეტიას აღსაზრდელები. აი თქვენს ეკრანებზე ყვითლები ბურთთან შეიტანეს ბურთი თამაში. კერდით მიიღო არუთინიანმა ბურთი. დარტყმა შორეული და ძალიან არაზუსტი. დარტყმა კარიდან ჭავჭანიძე ანდრია თბილისის ინტერის კარის დარაჯი თქვენს ეკრანებზე. აქვე გაათამაშეს ბურთი. პასი ბახტურიძეზე, ბახტურიძემ კი წინ გაუშვა ბურთი, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. ბურთს თამაში შეიტანენ აუტიდან გრანდი თეთრი თბილისის ფეხბურთელები. კარგად ჩამოიღო ბურთი ქება იქ გრანდი თეთრის ფეხბურთელს, თუმცა დაკარგა გრანდის მოთამაშემ ბურთი და კიპერი დაეუფლა ადვილად ბურთს. გრანდი თეთრის კი ბატონო, გრძელდება შეხვედრა. სანდრო გაგელიძე მეორე ტაიმის სტარტზევე ჩაერთო თამაში. ეს გოლკიპერი წინ გაუშვა გრანდი თეთრის კიპერმა ბურთი. თავით რა კარგია იქ ინტერის დაცვის ხაზი. მე-4 ნომერი კონკრეტულად ალავერდაშვილი გიორგი ცენტრალური მცველი. დიახ. სწორედ რომ ინტერის დამსახურება, ინტერის დაცვის ხაზი
აი მათი დამსახურებაა, რომ მშრალად იგებს დღეს ჯერჯერობით თბილისის ინტერი. შეგახსენებთ ანგარიშია 3-0. კი ბატონო, კარგი მანევრირება, გავიდა ეს პასი, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, ცოტა ძლიერი გამოდგა ეს პასი და შესაბამისად ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები, აუტიდან ბურთი ჩააწოდეს ყვითლებმა, წინ უმისამართო გადაცემა, თუმცა ეუფლებიან ბურთს ყვითლები, ჯარიმა რა თქმა უნდა. დიახ. მიმდინარეობს ბოლო წუთი იქ დაჯარიმდნენ გრანდი თეთრის ფეხბურთელები. ბოლო წუთი როგორც მოგახსენეთ ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. დიახ. დიდი ანგარიში თბილისის ინტერი ამარცხებს თავის მეტოქეს ამარცხებს ანგარიშით 3-0. მეტოქე კი როგორც იცით ინტერს ყავს დღეს გრანდი თეთრი თანაქალაქელი თბილისი. აუდი ბახტურიძემ შეიტანა ბურთი თამაში კიდევ ერთხელ. აუდი ისევ და ისევ ბახტურიძე შეიტანს ბურთს თამაში აუტიდან 10 ნომერი ნაბიჯ მიიწევენ წინ აუტებით ინტერის ფეხბურთელები. გეტყვით კიდევ ერთხელ რომ ბახტურიძე თბილისის ინტერის გუნდის კაპიტანი გახლავთ. გრძელდება შეხვედრა, გრძელდება დღეს 35 საფეხბურთო განახლებულ სტადიონზე. მისასალმებელია რომ 35 საფეხბურთო სკოლას ვხედავ დღეს აქ განახლებულს და წარმატებები მინდა უსურო ამ სკოლას ზოგადად. კი ბატონო. დიახ, დასრულდა შეხვედრა დღეს 35 საფეხბურთო სკოლის სტადიონზე. ინტერი თბილისი, გრანდი თეთრი თბილისი 3-0 დიდი ანგარიშით მოიგო თბილისის ინტერმა. გილოცავთ ინტერის გულშემატკივრებს ამ წყინვალე მოგება, ჩვენც დავასრულოთ მატჩის რეპორტაჟი 35 საფეხბურთო სკოლიდან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტექნიკურ ჯგუფს. მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად იყავით. თქვენთვის რეპორტაჟზე კომენტატორი ლაშა გიორგობიანი მუშაობდა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობიან მაისის თვეს გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ.